რაც შეეხება ჰიდროლიზებულ ნაზავებს, ისინი შეიძლება იყოს ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ანუ შეიცავდეს ოლიგოპეპტიდებს, ანუ ცილის ნაწილაკებს, რომლების ზომაც არის 3000-დან 10000 დალტონამდე. სრულად ჰიდროლიზებული ნაზავები შეიცავს 3000 დალტონზე პატარა ზომის პეპტიდებს. ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ ნაზავებში ცხიმოვანი მჟავები მსგავსია ძროხის რძის ცილაზე დაფუძნებული ნაზავების, ნახშირწყლები კი ძირითადად არის მალტოდექსტრინი ან სიმინდის სიროფი. რადგან ცილა ბოლომდე არ არის დაშლილი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული ფორმულა არ უნდა მიეცეს ბავშვს, რომელსაც აქვს ალერგია ძროხის ცილაზე. არსებობს გარკვეული მცირე მტკიცებულება, რომ ჰიდროლიზებული ნაზავები შესაძლოა ამცირებდეს ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკს. თუმცა ყველა მწარმოებლის ნაზავი ერთნაირ ეფექტს არ იძლევა. სრულად ჰიდროლიზებული ნაზავები რეკომენდებულია ძროხის ან სოიოს ცილაზე ალერგიის შემთხვევაში და ნაწლავური მალაბსორბციისას, მაგალითად მუკოვისციდოზის, მოკლენაწლავის სინდრომის, გახანგრძლივებული დიარეის და ჰეპატობილიარული დაავადებების დროს. ისინი ლაქტოზას არ შეიცავენ და შეიძლება მიეცეს ბავშვს, რომელსაც აქვს ლაქტაზას დეფიციტი. ამინომჟავებზე დაფუძნებული ნაზავები საერთოდ არ შეიცავს პეპტიდებს. გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი იღებს სრულად ჰიდროლიზებულ ფორმულას და მაინც ავლეთს ალერგიულ რეაქციას ძროხის ცილაზე. ატოპიური დაავადებების პრევენციაში ამ ნაზავების ეფექტურობა შესწავლილი არ არის.